კორუმპირებული მედია ამ ამბავს არც კი აშუქებს, თუმცა ნიდერლანდელ ფერმერებს ხელში ამოუვიდათ მათი მთავრობის მიერ სასოფლო-სამეურნეო სფეროს განადგურების მცდელობები. ისინი ფერმერებს აიძულებენ უარი თქვან აზოტის გამოყენებაზე, შეამცირონ მსხვილფეხა საქონლის რაოდენობა და საერთოდაც შეეშონ ფერმერულ საქმიანობას. ეს ყველაფერი კი კლიმატის ცვლილებების პრევენციის ეგიდით კეთდება. თუმცა განამართლა ასეა, იცოდით რომ ნიდერლანდები ევროპაში მონაცემთა ცენტრების რაოდენობით მე-4 ადგილს იკავებს. ეს დაახლოებით 200 გიგანტური ობიექტია, რომლებიც ქვეყნის საერთო ენერგიის 5%-ზე მეც მოიხმარენ. რასაკვირველია, ხალხის თვალთვალისა და ხელოვნური ინტელექტის მიერ მასების კონტროლისთვის საჭირო ტექნოლოგიების შემუშავება მათთვის გაცილებით პრიორიტეტულია. ადგილობრივი ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება კი არც ისე. ეს ნაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან ევროკავშირმა მერკოსურის შეთანხმებას უკვე მოაწერა ხელი, რომლის მიხედვით სამხრეთ ამერიკიდან ევროპაში იაფი აგრარული პროდუქციის იმპორტი დაიწყება, რაც ადგილობრივ წარმოებას გაანადგურებს ან მთავრობებზე დამოკიდებულს გახდის. თუ თქვენ ტირანი ხართ, რასაკვირველია მოგესურვებათ, რომ სრული კონტროლი დაამყაროთ ენერგიაზე, საკვებსა და წყლის რესურსებზე. სწორედ ამას აკეთებენ ისინი ახლა. ევროპელ ფერმერებს უბრალოდ სურთ რომ შეეშვან. ისინი ქუჩებში საპროტესტო აქციებს მართავენ და ამის სრული უფლება აქვთ. პროტესტები რობიეტენის მსგავსი ფიგურების წინააღმდეგაა მიმართული. ეს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრია, რომელიც იმდენად ზრუნავს გარემოზე, რომ მთავრობის საკუთრებაში არსებული თვითმფრინავით გაფრინდა ცოტა ხნის წინ ნიდერლანდებიდან არგენტინაში, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ბოიფრენდი მოენახულებინა. მე ფერმერი არ ვარ, თუმცა თავს მაინც დამცირებულად ვგრძნობ. მხოლოდ ერთი რამის თქმა მსურს ფერმერებისთვის. თქვენ მთელი მსოფლიო გიჭერთ მხარს და ამ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებთ. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.